Maslo shekar Evropeli. Kalkınmaya kızdırmış reklamlaşıyorum. Afiyetlerim bulundurmuş. Makroları çemolmaz. Badagogi da pasoki reklamlaşıyorum. Kalktı gitmen diye sesler çıkar. Alo. Diye badanım gitmen. Alo, badana David. Diye. Ne gitxot თქვენთან ამას, თქვენ თბილისში ალბათ არ დაიბაძეთ. და პავლოვის ქუჩასთან დაკავშირებით. აბა მითხარი. პავლოვის ქუჩა არის საქართველოს აპარებს ცნობილი მეცნიერი ფიზიოლოგის პავლოვის სახელს. ამასთან დაკავშირებით პავლოვის პირველ ნომერში იყო მემორიალური დაფა. სადაც ეწერა ეს სახელია улица названа в честь великого русского ученого физиолога лауреата Нобелевской премии Павлова. Она ქალაქის ისტორია არის ცოტა. კაცებია ბევრი არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ უცხოა. ბატონო, ეს სერჟანტის სახელს არ ატარებდა. ეს იყო მეცნიერის და ნობელის პრემიის ლაურეატი. არის ესე იყო, მაგრამ იმას რა უყოს, რომ აი აპროტესტებენ ის ადამიანები, რომ მოსკოვის დამძვირი ფინალის დამძვირადზე შეიცვალოს. ეს ახალ ხა მე შემეცალა, მე ნამდვილად საკითხული მაქვს, სერჟანტი პავლოვის სახელი დაარქვეს. ესე ნამდვილად თბილისში დავიბადე, დამეზუნეთ, ვერასდროს დაბადებული. ამას მნიშვნელობა არ აქვს. პრობლემა სპარშია. რეკლამაზე გავიდე და იგავაგრძელოთ საუბარი. მოდით მაყურებელი ყავს ბატონო გოგის შემოვიყვანოთ და გავაეციანოთ ეს შეკითხვები გისმენთ დიახ ეთერში ხართ. საღამოშედობის მეგობრებო, ბატონო პირველად ვეკავ თქვენს ეთერში ახლა არ შემეძლო არ დამერიკა. თქვენ ხარდასაჭერად ვეკავ. აზბეგის გამზირი სწორედ იმიტომ გადაარქვეს პავლოვის ქუჩას, რომ ესე განგვიმარტეს ჩვენ, რომ ეს პავლოვიო, ის მეცნიერი პავლოვი არ გეგონოთ თქვენო. იყო ერთ-ერთი რუსი, ნუ ჯარისკაცი თუ რაღაც რაც თქვენაც თქვით ეს ისტორია. ეს ნამდვილად ვიცი, ჩემი ყურით ამას გაგონილი და საკითხულით, რომ იმიტომ გადაარქვეს პავლოვის ქუჩას სახელი და დაარქვეს აზბეგის გამზირი. მე ნამდვილად მოხარულია, მაგრამ იმ მაყურებლის იმ საყურადღებოდ უნდა თქვა, რომელსაც გითხრათ, რომ თქვენ არ ახართ თბილისში დაბადებული და არ იცითო თბილისის ისტორია არ არის ეს მაყურებელი მართალი. ახლა გადაცემა საკუთრებით მიიღო განვითარება, მე ვწუხარავდი ხალხთან დაია ძალიან დიდი ბოდიში, რომ ესეთი ხასიათი მიიღო ამ პავლოვის საკითხმა, მაგრამ არ შემოგვდა ნამდვილად არ მეთქვა ახლა ეს განმარტება. აბსოლუტურად მართალი ბრძანებით ბატონო დავით. აბა დიდი მადლობა, აი ქალბატონი ბაია შესვენების დროს მეორებოდა რა ჯერ არ მიუღია საკრებულო საათონერია თუ რა არის რომელი კანტორა იქებს სადაც რინა და ადამიანს წინადადებას ამოუყენებია და ასევე ქალბატონი მოსკოვის გამზირზე ვიცხოვს ნუ ნერვიულობ ეს არის წინადადების და ასლის უფლება მე მგონი ყველა საკალოდ ბაია და ამოწუროთ ეს ინციდენტი არ ამგონია რომ ესეთი რაღაც ისტერიკა ავიდეს და გავხსენდეთ ესე ამ ლოგიკით ვწავედით მაგ პუშკინის ძეგლით დაასავები კიდე ისა და მოსასწრებელი ხობოჯანიაშვილი და 1000 რაღაცა მოსკოვში ძალიან ბევრი ძეგლები გვაქვს და მე იმერის განგოგზავნა მოხდება და რა საოცრად დაწესდება საერთოდ როგორ შევეშვა ამას და ბატონო გოგი მithumetes ხო მოლაპარაკებები საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გზანდები და მასა პრობლემა გვაქვს უსწრაფა მოსაგვარებელია აი რამდენად ადეკვატური იქნება ჩვენი ხელისუფლება რომ ის მე არ ვიცი მე ეჭვება რომ მოხდეს ეს მოლაპარაკება ახლა სამებში მაგრამ საზოგადოება ენდობაკია აი ხელისუფლებას რომ მან სულფასონად წარმართოს ეს პრობლემა ცოტა რბილად რო თქვა და მე ეჭვება თქვენი აზრი და კალბატონო ბაია თქვენი აზრი ენდობათოა ეს არის მოვალეობა არსებული ხელისუფლების იწვევს ეს და მოვალეა გადაწყვიტოს ან ყოველთვის შეერთოს გადაწყვიტოს ის პრობლემები რომელიც ქვეყნის წინაშე არის ეს არის პასუხისმგებლობა და სანამ ხელისუფლება არის ამ ქვეყანაში ის ხელისუფლება უნდა ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად უნდა იქცეოდეს რაც შეეხება იმას ეს ამას თქვათ როგორ გააკეთებს ეს სხვა ამბავია და კიდევ ენდობა თუ არა მოსახლეობა ეს სხვა ამბავია მაგრამ თავის მხრიდან ეს მოვალეობა მას აქვს მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ მართლა მძიმე მდგომარეობაში ვართ აგვისტოს ამ ომმა ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო და ძალიან დიდი განსხვავება იმ სწორად შორის რომელიც არის შექმნილი ქვეყნის შიგნით აგვისტოს კრიზისზე და აგვისტოს კრიზისის შედეგად განვითარებულ პროცესებზე და აი ამ აგვისტოს კრიზისის შეფასებაზე და ასე შემდეგ, ნუ ყველას თავისი ესეგეული აქვს, ესე იგი ამ საკითხში ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით.
ძალიან დიდი განსხვავება. ეს არის პრობლემა. ვინაიდან აქ ჩვენთან იმის გამო, რომ მანამდე მოხდა ეს სრული მონოპოლიზაცია და პარლამენტი ერთხმაში ლაპარაკობს, ესე იგი მთელი მასმედია ერთხმაში ლაპარაკობს არ გულისხმობს კავკასიის ტელევიზიას და ზოგიერთ გაზეთს და ყველაფერი ეს მოხდა, ასე რომ შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და უკვე ესე იგი ისეთ ზონებზე აი საერთოდ წარმოუდგენელი იყო მანამდე. აი ამის შედეგად ჩვენ გვაქვს ის რომ ხალხს მართლა აქვს ძალიან დამახინჯებული წარმოდგენა იმის შესახებ, აი რა შეფასებებია გაკეთებული და საერთოდ რა პერსპექტივა ისახება აი ამ მოვლენების შედეგად. მთელ მსოფლიო რა თქმა უნდა გმობს რუსეთის აგრესიას, მაგრამ ამავე დროს აყენებს პასუხისმგებლობას აი იმ პირებისა და იმ ხელისუფლებისა, რომელმაც აი ეს კრიზისი თავიდან ვერ აიცილა ან არ აიცილა. აგვისტოში. Adorabili, რადგანაც თემას შეეხეთ ესე დეტალურად, მინდა რადიოში უსმენდი ერთ-ერთი ნაცნობრობის მევარდაგანი გვამშვიდებდა, რომ აი როგორც კი დავიწყდებით მოლაპარაკებებზე, რუსეთი უკუსლით წავაოდა, დაცმობებზე წამოანიგო, რომ არაადეკვატურად და ოსულელურად მოიქცაო. თავად აი ამ შემთხვევაში და ამ ეტაპზე რუსეთს პოზიცია აი ჩვენს აი ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, ვიდრე ყველა მაღიერა რომ რეაქციას მოყვა, არაადეკვატური რეაქცია და შეიძლება რომ გაწევოს ეს მოლაპარაკებები. იგივე ჟენევაში ხო ჩაშარეს მასშტაბად რუსების ინსპირირებული ვეშო. საერთოდ მოუნდება ამასთან. იგივე ეს ახალგორის პრობლემა, იგივე მე არ ვიცოდი და ეგ არღუნიდან 6 კილომეტრში რუსები გზანა, ხე არის ბაზალეთიდან 100 კილომეტრებში და რთული სიტუაციაა და აქ ელემენტარულად ისმება კითხვა. როდესაც ხელისუფლება დიალოგს გაუგებს ხალხთან, ის რა დიალოგზე წავა რუსეთთან, საერთოდ შეძლებს კი აი სულფასონა დიალოგის წარმატება. ბევრი კითხვები, ამ კითხვებს პასუხი უნდა და პასუხი რაღაც უცნაური, რაღაც თემატური პასუხები მოდის ყველაფერზე. მაგრამ მე წავედით ალბათანო ბაია 2-3 დღის წინ რომ 7 ნოემბერი ესო პროვოცირებული იყო რაღაც სანდაბარი ბადი პატარგაშვილისგანავ და ისეთი ახნავს ამას. ეს იყო მაშინვე 7 ნოემბრის შემდეგ შარშან ეს ჩამოყალიბდა ასეთი შეთქმულების თეორია. კი ბატონო, მაგრამ ახლა ეხლა მე ვიდეო მოგერია სუპერი ინტერვიუში, რომ ბადის ორგანიზებული იყო. აი სამეცნიერო და ხალხი იყო შეწყვეტილი ძალადობისაგან და ხალხი გამოვიდა მე ბადის მოწოდების გამომისული ახარავინ არ მინახია ჩვენში. ნუ ბატონო დავით აბა ჩემშილ სხვა არ გავიძიო სულხან საბახო გახსოვთ ახლა რა სიტყვიან რომ გავაგიჟეთ ხალხი და გადაირიეთ ხალხი და ქუჩაში გამოვიდა რა სიტყვიან ბადის პროპაგანდისტა რასისტულელია როგორც ჩანს ეს კლიშეა. ნუ ესე სულთმაც მე მახსოვს ასეთი პირამიდა იყო, ესე იგი ასეთი უხილავი ჩამოყალიბებული. პირამიდის ზედა წერტილში არის კრემლი. კრემლი ავალებს თავის აგენტს ბატრი პატარკაციშვილს, რომ არეულობა მოატყოს და ჩაიგდოს ხელში ხელისუფლება საქართველოში. ბატრი პატარკაციშვილი თავისი ფულით, ესე იგი დაქირავებულია ყავს ესე იგი მთელი ოპოზიციის სპექტრი და ამ ყველა ამ ოპოზიციის ლიდერს ესე იგი მოყვანილი ყავს ესე იგი გამოყვანილი თავისი მომხრეები. ანუ ეს ჯამურად ეს იყო ესე იგი ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს ოპოზიციის მხარდამჭერ ნაწილს მოსახლეობის. და ზუსტად ესე კიდევაც გამოთვლილი იყო, აი პარტიის წევრები და მხარდამჭერები გაფრთხილო, აი ზუსტად იმდენი გამოდივაო, რამდენი გასული იყო. რამდენი დამაკლეს მე მაინტერესებს. რა ეს ავტომატურად იმას ნიშნავდა, რომ ყველა ვინც არ არის გასული ქუჩაში და სახში ტელევიზორს დაძის, აღშფოთებით უყურებს ესე იგი ამ მოქმედებებს და ემიჯნება აი ამ ესე იგი დემონსტრანტებს. არანაირ მხარდაჭერები სხვა ესე იგი არ ყავდა. გაუგებრია სოციალურ გადაგოდი მე სააკაშვილის ის მოვისმინე რომ ძალიან ბევრია იმიდან რომ გავათავისუფლეთო სამინისტროების შეუკეთეს და შემონჩენს. ეს გაფიზიანებული ხალხი გამოვიდაო, ნაცტენი ხალხი გამოვიდაო ნოემბერის აქციებზე. ესეთი კლიშეა.
ნუ ბატონო დავით, ყველა მიწის ამათ მოსვლის დღიდან რა პოლიტიკის გატარება დაიწყეს ქვეყანაში, ხო? პირველი დაიწყეს ეკლესიების ნგრევით, ხალხის სამსახურებიდან დათხოვნით, მერე წავიდა დაჭერებით. მის გაბრაზდა უკმაყოფილო იყო რეჟიმის და ისიც რა, ცოტა ბილად სათქმელია უკმაყოფილო. როდესაც თვითონ მთელი ოჯახებით, ბებია, ბაბუა, დედა, მამა